ვითარების დაძაბვა საარჩევნო უბნების ნაწილზე დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება რამდენიმე სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე. დაახლოებით 4 საათისთვის დაპირისპირება დაიწყო გლდანში 179 უბანთან, რასაც პოლიციის ათეულობით ეკიპაჟის მობილიზება მოყვა. დაპირისპირება გლდანში რამდენჯერმე განახლდა. ერთმანეთს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დაუპირისპირდნენ. საარჩევნო უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები იმყოფებოდნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც. გლდანში მდებარე 179 საარჩევნო უბანი დღის მეორე ნახევრიდან ერთ-ერთ ყველაზე ცხელწერტილად იქცა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომლებმაც ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს. ვითარების შედარებით დასტაბილურების შემდეგ შეფასებები თვითმხილველებმაც გააკეთეს. მათი განცხადებით დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. იმ ადამიანმა იარაღი ამოიღო სამჯერცა და აი ეს დაუმიზნა სამჯერ, ჩვენ გადავეფარეთ. ირაკლი ერქვა, არ ვიცი, გვარი არ ვიცი, დამკვირვებელი იყო. მოსახლეობა იძახდა, რომ ამ ადამიანს ეს ნიკამელია შტაბის წევრი არის, უბროსია შტაბის, ეს გვერაძია გვარად. ქალბატონები იყვნენ და იძახდნენ, რომ იარაღი უდევს ჯიბეში. მე პირადად არ დამინახავს. გლდანში იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსიც. მისი ინფორმაციით ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დაპირისპირებაში მონაწილე 5 პირი დააკავეს. დაწყებულია გამოძიება და ასევე გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ დარღვევის ფაქტზე იქნება მკაცრი რეაგირება გატარებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სწორედ იმისთვის არიან უბნებთან განთავსებულები, რომ ყველა დარღვევაზე მოახდინონ სწრაფი და მყისიერი რეაგირება. საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირება უკვე გახდა პოლიტიკურ ძალებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი. ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულეს და ის კონკრეტული გვარსახელებიც დაასახელეს, რომლებმაც ლიდერების განცხადებით ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვიეს. გლდანში ჰქონდა ადგილი ნაცმოძრაობის კანდიდატის ნიკამელიას მთავარი ზონდერის ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არაერთ ლოკაციაზე და არაერთ უბანზე. ის და მისი ზონდერ ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისათვის ხმის მიცემის პროცესში. ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებაში, ყოველ 15-20 წუთში ისინი ცდილობდნენ, რომ სხვადასხვა უბნებთან ყოფილიყვნენ მობილიზებულები და პირდაპირ შეურაცხყოფა მიეყენებინათ ქართული ოცნების არა აქტივისტებისათვის, არამედ ამომრჩევლებისათვის, პირდაპირ აგინებდნენ იქ მისვლელ ამომრჩევლებს და ემუქრებოდნენ. კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში გლდანში 94 საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი, ვინმე დათო კვიჟინაძე იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ ყოფ ჩვენს დამკვირვებლებს და აი ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანზე, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი, ჩემი შტაბის წევრი დააკავეს. ჩვენ გავაფრთხილეთ, რა თქმა უნდა, საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღის 4 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ
ყველა იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება. ზემოხსენებული გეგმის შესაბამისად, ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც ეგრეთ წოდებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მეცახელად ჭყიპინა, მისი სახელი და გვარი თუ არ ვცდები, ირაკლი ეძგვერაძე მძიმე პროვოკაცია მოაწყო, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე, ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის. ურთიერთბრალდებები უხვად ისმოდა ერთმანეთის მისამართით ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მხრიდანაც. მე მინდა ვიმართო ახლა ხელისუფლებას შეწყვიტეთ ძალადობა, რომელიც არის ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ უყურებთ კარგად რა ხდება გდანში, შეწყვიტეთ ძალადობა, რადგან რეალობას ეს ბატონებო ვერ შეცვლის, სამაგეროდ კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას. ქართული ოცნების მხარდამჭერებს კი მივმართავ, რომ ნუ ჩაყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ველოდებოდით მათგან და მათი ზონდერებისგან შეტევას ალკოჰოლ უბნებზე, გდანელებზე, აქაურ მოსახლეობაზე და სწორედ ეს განახორციელეს, რასაც ჩვენ ვამბობდით ჯერ კიდევ რამოდენიმე საათის წინ. ცხადია, რომ გდანს იგებს ქართული ოცნება, გდანელები იგებენ ამ არჩევნებს. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ მეტი ყურადღება გდანზე გაემახვილებინათ. დაიარებიან საარჩევნო უბნებზე იარაღით და ცდილობენ ამით არაპირდაპირ დააშინონ ამ მორჩეველი. ეს არის მიუღებელი და ეს ყველამ ერთად უნდა დავგმოთ. ნაციონალური მოძრაობა თუ მაინც იმ დონეზე გათავხედდება, ვინაიდან ეს მათი მარკაა და ჩართავს დესტაბილიზაციის სცენარს, რომელიც მათ აქვთ და ამიტომაც ვთქვათ ფეიქ კვლევებითა და ნიუსებით ქმნიან სათანადო ფონს. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, ვისი მოვალეობაც ეს არის, იქნება უმკაცრესი რეაგირება და ვერავითარი დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. ხმაური იყო დღეს სამგორშიც 24, 25 და 26 საარჩევნო უბნებზე. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ოცნების სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის. ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ ჩვენს დამკვირვებელს, ასევე თავს დაესხნენ გოგონას, რომელიც იღებდა სიებს და ასევე თანხის გადაცემის პროცესს. იგივე მოხდა ფაქტობრივად 59 საარჩევნო უბანზე, სადაც ასევე გოგონებს ჩვენს დამკვირვებლებს დაესხნენ. თავს სამწუხარო რეალობაა, რომ მოკრიმინალო ელემენტები ყავს მობილიზებული ქართულ ოცნებას და ამასობაში პოლიცია, გულისხმობს სახელმწიფო, ფაქტობრივად ჩამოშლილია. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ისნის რაიონშიც. სიტუაცია ნაციონალური მოძრაობის წევრსა და 78 საარჩევნო ოლქის დამკვირვებელს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც მარიკა დათუკიშვილმა მათ გაყალბების შესაძლო ფაქტებზე რეაგირებისკენ მიუთითა. ნაციონალური მოძრაობის წევრის ინფორმაციით, რეგიონებიდან ჩამოსულმა პოლიციელებმა ხმა ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს მისცეს. მარიკა დათუკიშვილი ამტკიცებს, რომ დაპირისპირების პროცესში ინციდენტში მონაწილე პირმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა. როდესაც მოვახდინეთ ადამიანის იდენტიფიცირება სამართალდამცველს, რომელსაც მარტივად ვკითხეთ, რომ სად იყო რეგისტრირებული და თქვა ადიგენში, ეს ადამიანი არის სამაგიდო სიაში, სადაც წერია, რომ მან უნდა მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარულშიც, პროპორციულშიც. რა თქმა უნდა, მოვიხმე კომისიის თავმჯდომარე, ამის შესაძლებლობა არ მივეცი კომისიას და შემდეგ უკვე ამას მოყვა მეორე, მესამე, მეხუთე ადამიანი და ქართული ოცნების კომისიის წევრების უმრავლესობა, ანუ 10 კომისიის წევრი ყავს ქართულ ოცნებას თავისი პატრიოტთა ალიანსიანად, იხმეს აი ამ ეზოში მდგომი გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები და ერთ-ერთი გამორჩეულად აგრესიული, დუჟმორეული, შეურაცხადი ადამიანი პირდაპირ შემოვარდა უმაზე და წამოვიდა ჩემსკენ ფიზიკური ანგარიშწორების მიზნით. ჩვენ ვატყობთ, რომ წერტილოვნად ირჩევენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უბნებს და რახან არ ხდება არსად ესკალაცია და ყველგან მართლაც რიგები. ნახეთ, გადაიღეთ, როგორ მშვიდად მიმდინარეობს, როგორ უთმობს ერთმანეთს საზოგადოება ადგილს, როგორ თვით ორგანიზებაც როგორ
მაღალია და მართლა ევროპული ტიპის არჩევნები ტარდება და ეს საზოგადოება გვიჩვენებს ძალიან დიდ მაგალითს. ამიტომ ეს პროცესი არ სიამოვნებთ და აქედან გამომდინარე სხვადასხვა უბნებზე, ალბათ სადაც ატყობენ რომ კიდევ უფრო ცუდად აქვს საქმე ვიდრე სხვაგან, ცდილობენ რომ იმ მსგავსი პროვოკაციებით იქნებ ვიღაცა გამოიწვიონ. იქნებ ვიღაცა საიძულონ რომ ისიც ჩაერთოს ესკალაციაში. დღეს საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3647 საარჩევნო უბანია გახსნილი.